მოგესალმებით და მე კვლავ გიბრუნდებით საფეხბურთო სიახლეებით. შოთა არველაძეს მიმართვა ჟოზე მოურინიოს. მთელი საქართველო გაგინებდა კონფლიქტი კვარაცხელიასა და მოურინიოს შორის. ზურიკო დავითაშვილს კლუბის დატოვება სურს, ხოლო სენტ-ეტიენი ამის წინააღმდეგია. მამუკა ჯუღელი ზურიკოს იტალიაში წაყვანას ცდილობს. ეს და სხვა სიახლეები ჩვენს დღევანდელ ვიდეოში. თუ რაიმე მიზეზის გამო არხი ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი, გამოვასწოროთ ეს შეცდომა. უმეტესობა უყურებთ ჩემს ვიდეოებს, რაც ძალიან მახარებს და იგებთ სიახლეებს ქართველ და უცხოურ სპორტსმენებზე. ხოლო ეს ყველაფერი ორივე მხარესთვის მომგებიანი რომ იყოს. ამისთვის საკმარისია ერთი ღილაკის დაჭერა. კომფორტულად მოკალათდით და ჩვენ ვიწყებთ. ფრანგული მედიის ლეეკვიპის ინფორმაციით ზურიკო დავითაშვილს სენტ-ეტიენიდან წასვლა სურს. მის გეგმებში ლიგა 2-ში დაბრუნება არ შედის, მიუხედავად იმისა, რომ სენტ-ეტიენმა მიმდინარე ზაფხულში ტრანსფერებში უკვე 18 მილიონი ევრო დახარჯა. ფინანსური კუთხით საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვის საჭიროება არ აქვს. სენტ-ეტიენი გუნდის ორი გამორჩეული ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილისა და ლუკას სტასინის შენარჩუნებას ცდილობს და ამ ეტაპზე იმ ფეხბურთელების გაშვებითაა დაკავებული, რომლებიც კლუბის გეგმებში აღარ შედიან. დავითაშვილმა ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონი ჩაატარა. გუნდი ლიგა 2-ში გავარდა, თუმცა ზურიკოსთვის პირადი პროდუქტიულობიდან გამომდინარე კარგი სეზონი იყო. 31 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა. მან გოლები საუკეთესო ხუთეულის გუნდებიდან 3-ს გაუტანა. PSG-ს, მონაკოსა და ლილს. ასევე ოსერთან ჰეტრიკი შეასრულა, ანჟესთან კი დუბლი. ასეთი სტატისტიკიდან გამომდინარე ლოგიკურია, რომ ზურიკოს ქვედა ლიგაში დაბრუნება არ სურს. იტალიური გამოცემის ცნობით ზურიკოს აგენტმა მამუკა ჯუღელმა დავითაშვილი ბოლონიას შესთავაზა. ბოლონიან დოეს ნაპოლიში ყიდის და მის ერთ-ერთ ალტერნატივად ქართველი გარემარბი მოიაზრება. იტალიური კლუბის საბოლოო პოზიცია უცნობია, თუმცა იგივე გამოცემა იუწყება, რომ ბევრი რამ დოიას მომავალზეა დამოკიდებული. შეგახსენებთ, დავითაშვილს სენტ-ეტიენთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მწვანეებს მისი გაშვება არ სურთ და ზურიკოს სანაცვლოდ მინიმუმ 15 მილიონ ევროს ითხოვენ. ტრანსფერმარკეტზე 24 წლის შემტევის საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა. საქართველოს ნაკრებისა და უოტფორდის ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ უოტფორდ ობსერვერს ინტერვიუ მისცა. ჩაკვემ კლუბისა და გულშემატკივრების მიმართ თავის დამოკიდებულებაზე ილაპარაკა. უოტფორდში ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მადლიერი ვარ კლუბის და გულშემატკივრების, რომლებიც სულ ჩვენთან არიან და გიჟურად გულშემატკივრობენ. მომწონს მათ მიწაზე თამაში და ბედნიერი ვარ, რომ ამას ვაგრძელებ, განაცხადა ჩაკვემ. კრისტალ სპორტის ინფორმაციით გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, თავს კარგად გრძნობს და დიდი ალბათობით 30 ივლის დეპორტივოსთან მაჩის განაცხადში იქნება. მოსამზადებელ ეტაპზე უოტფორდმა 3 მაჩი ჩაატარა. ჩაკვეტაძემ სამივე გამოტოვა, თუმცა სავარაუდოდ 30 ივლის ინგლისურ გუნდს ამხანაგურ შეხვედრაში დაეხმარება. ჩემპიონშიპის პირველ ტურში 9 აგვისტოს უოტფორდი ჩარლტონ ატლეტიკს ესტუმრება. ტრავმების შემდეგ გასულ სეზონში საუკეთესო ფორმაში შევიდა. შესანიშნავ ტექნიკურ უნარებს ავლენდა და ამავდროულად კარგ ფიზიკურ კონდიციაში იყო. წარმატებები გიორგის იმედია მომავალ სეზონში უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელი იყო, მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ლეგენდარულმა პეპ გვარდიოლამ მასზე საინტერესო განცხადება გააკეთა. ესპანელმა მასზე განაცხადა, რომ მომავალში ის დიდი ფეხბურთელი გახდებოდა, რაც რეალობად უკვე იქცა. როცა ნაპოლის ვუყურებ, კვარაცხელიაზე თვალს ვაჩერებ, რაღაც დაუჯერებელია ამ ბიჭში. მომავალში აუცილებლად დიდი გზა ექნება, განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა. ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ გადაცემა ორშაბათობაში საინტერესო ისტორია გაიხსენა. კერძოდ მან ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟოზე მოურინიოს კონფლიქტზე ისაუბრა. ჟოზეს შევხვდი და კვარაზე ვკითხე, უთხარი შენ სულ მოგწონს ვიღაცის თამაშიდან გამოთიშვა მეთქი. მან კი მიპასუხა, რამდენჯერმე ისე დაეცა გაფორმება სცადაო. და ამიტომ კვარაცხელიას ვუთხარი, შენ ამისთვის ძალიან დიდი ხარ მეთქი. ჟოზეს ვუთხარი, მთელი საქართველო იწყებდა შენ გინებას, სანამ ხვიჩას ლოყებზე არ მოეფერეთქო, განაცხადა არველაძემ. მართალია ის ფაქტი, რომ ჟოზე მოურინიო ზოგჯერ ტოქსიკურია და საფეხბურთო ტაქტიკების გარდა ფსიქოლოგიური ტაქტიკებიც აქვს და მან სცადა კვარაზე ზეწოლა განახორციელოს, რის შემდეგაც კვარაცხელია მენტალურად უნდა ამოვარდნილიყო და ფიქრით მოედანზე აღარ ყოფილიყო, თუმცა ქართული საგდება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. გიორგი მამარდაშვილის ლივერპული
აზიაში წინა სასეზონო ტურნეს ატარებს და ამხანაგურ მატჩებს მართავს. მილანთან 2-4 მარცხის შემდეგ წითლები იოკოჰამა მარინოს დაუპირისპირდებიან, თუმცა მატჩს ალისონ ბეკერის გარეშე გამართავენ. ინგლისური პრესის ინფორმაციით ბრაზილიელმა მეკარემ კლუბისგან ნებართვა მიიღო და წინა სასეზონო ტურნე პირადი მიზეზების გამო დატოვა. ლივერპულის ქომაგებისთვის საგანგაშო არაფერია. ალისონი თანაგუნდელებს ინგლისში შეუერთდება და ახალი სეზონისთვის მომზადებას გააგრძელებს. იოკოჰამა და ლივერპულის მატჩი ხვალ თბილისის დროით 3:30-ზე დაიწყება და არნე სლოტს განაცხადში 2 მეკარე ეყოლება. მამარდაშვილი და ფრედერიკ ვუდმენი. დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში გიორგი გამოჩნდება. ჯერჯერობით ლივერპულის სიტუაცია არ მომწონს. ყველაფერი ისე ლაგდება და მიგვანიშნებს, რომ ალისონი ძირითად შემადგენლობაში იქნება, ხოლო გიორგის მოუწევს თავისი შანსის ლოდინი, რაც არ არის კარგი. რა თქმა უნდა, ალისონი მსოფლიო დონის მეკარია, თუმცა გიორგიც არის და მან ეს უკვე დაამტკიცა. ის როლიც თამაშობს, რომ ჩვენი თანამემამულია და გსურს ძირითადში ვიხილოთ. იმედია ასეც მოხდება. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. მე პირადად არ მიმაჩნია, რომ გიორგი სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელია. ამით კი ჩვენი დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივუახლოვ და იმედია მოგეწონათ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააჭირეთ ლაიქის ღილაკს. მე კი გემშვიდობებით და ძალიან მალე დაგიბრუნდებით. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.